ამერიკის შეერთებულ შტატებში ერისთვის ყინულზე 130 კილომეტრის სიგრძის ბზარი გაჩნდა. იტალიაში ნახევარი საუკუნის წინანდელი შტორმი სამკვირაში ორჯერ განმეორდა. არგენტინაში ზაფხულის შუა პერიოდში მოულოდნელად თოვლი მოვიდა. ხოლო გერმანიაში თვალწარმტაციტვის წყლების ქვეშ მაგმა ჩუმად, მაგრამ დაუღალავად იკვლევს გზას ზედაპირისკენ. ამის დაგასული კვირის ყველაზე ანომალიური კლიმატური მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგ გამოშვებაში. შტორმი ნილსი 12 თებერვლის ღამეს საფრანგეთს ქარიშხალი ნილსი დაატყდა თავს. კორსიკას კუნძულზე 185 კმ/სთ ქარის ნაკადები დაფიქსირდა, რაც რეგიონისთვის ყველაზე მაღალი სიჩქარეა 2009 წლის შემდეგ. ყველაზე მეტად ახალი აკვიტანიისა და ოქსიტანიის რეგიონების მაცხოვრებლები დაზარალდნენ. ბოლო 17 წლის განმავლობაში იქ მასშტაბის სტიქიური უბედურება არ დაფიქსირებულა. წყალდიდობამ მეწყერმა და ხეების წაქცევამ ტრანსპორტირებისა და მომარაგების სისტემები დააზიანა. 900,000-მდე მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რამდენიმე ქალაქში წყალმომარაგება შეწყდა. კორსიკას სამხრეთით ქარიშხალმა დაახლოებით 8 მეტრის სიმაღლის ტალღები წარმოქმნა. აეროპორტში ქარმა ტერმინალის ფასადიდან სახურავის 60 კვადრატული მეტრი მონაკვეთი მოგლიჯა. ზოგიერთ დაზარალებულ რეგიონში 72 საათის განმავლობაში 152 მმ ნალექი მოვიდა. წვიმები ისედაც გაჯერებულ ნიადაგზე მოვიდა, რის გამოც ბევრი მდინარე, მათ შორის გარონა და მისი შენაკადები, კალაპოტებიდან გადმოვიდა. ახალი აკვიტანიის რეგიონის შარანტის დეპარტამენტში მდინარის მახლობლად მდებარე მოხუცებულთა თავშესაფრის 66 ბინადარი ევაკუირებული იქნა. 9 ავტომაგისტრალის ერთი მონაკვეთი დროებით დაიკეტა მას შემდეგ, რაც ძლიერ მაგვერდითმა ქარმა რამდენიმე სატვირთო მანქანა გადააბრუნა. ალპებში მოკლე დროში 100 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა. ნალექი არასტაბილურ თოვლის საფარზე დაეცა და ძლიერი ზვავები გამოიწვია. რამდენიმე სათხილამურო კურორტი დაიხურა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის რამდენიმე დეპარტამენტში პირველად ამოქმედდა წითელი განგაშის დონე ერთდროულად 3 პარამეტრით, ზვავების რისკის, ქარის ძლიერი ნაკადების და წყალდიდობის გამო. საფრანგეთში შტორმმა 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ესპანეთში ნილსი წლის დასაწყისიდან მერვე შტორმი გახდა. განგაშის ყველაზე მაღალი დონე გამოცხადდა გალიციის, კანტაბრიისა და ბასკეთის ავტონომიურ თემებში. კატალონია 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ქარმა დააზარალა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობაში აფერხა. ბიზნესები და დაწესებულებები დაიხურა და ყველა არასასწრაფო სამედიცინო ვიზიტი გადაიდო. ალიკანტეს ქალაქში კარნავალის ღონისძიებები და შაბათის ბაზრობები გაუქმდა, ასევე გაუქმდა ვალენსიის ფედერაციის საფეხბურთო მატჩები. ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 5 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. კოლუმბია 11 თებერვალს ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტაში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილები, სადაც მხოლოდ 1 საათში დაახლოებით 75 მმ ნალექი მოვიდა, ყოველთვიური ნალექების თითქმის 70%. შედეგად დაიტბორა სარდაფები და მიწისქვეშა ავტოფარეხები, ხოლო წყლის შეღწევის შედეგად კომერციული შენობები დაზიანდა. ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების სახურავი ჩამოინდრა. დაზიანდა დედაქალაქის უდიდესი სპორტული კომპლექსი, ელ-კამპინი, სტადიონის საფარის დაზიანების განდასაცავად, მისი დამცავი საფარით დაფარვა გახდა საჭირო. მთავარ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, მანქანები წყალში დაკინული ან ნაკადულებში იყო ჩარჩენილი. ასეთი ნალექი ბოგოტასთვის უჩვეულოა წლის ამ დროს. იანვარი და თებერვალი როგორც წესი მშრალი თვეებია. აღსანიშნავია, რომ კოლუმბიის დეპარტამენტების ნახევარი იანვრის ბოლოდან უკვე დაზარალდა ძლიერი წვიმების შედეგად. კატასტროფას სულ მცირე 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. დაზიანდა 22,000 სახლზე მეტი, რომელთაგან 4,000 მთლიანად განადგურდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინდონეზია
12 თებერვალს ინდონეზიის ქალაქ ციბინონგს ძლიერი ქარი და ძლიერი წვიმა დაატყდა თავს. შტორმი მხოლოდ დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. განსაკუთრებით მძიმედ დაზიანდა სპორტული კომპლექსი, ბოგორის ოლქის მაცხოვრებლების სიამაყე. პანიკაში მყოფი მაცხოვრებლები სტადიონის სახურავიდან ჩამოვარდნილი ნამსხვრევებისგან თავშესაფარს ეძებდნენ, ერთი ადამიანი დაშავდა. უეცარმა ქარმა ასევე 70-ზე მეტ სახლს გადახადა სახურავები, ქარმახეები წააქცია, ბაზრის დახლები და მოტოციკლები გადააბრუნა. შტორმმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ხილვადობა, რის გამოც მანქანები იძულებული გახდნენ გაჩერებულიყვნენ, რათა თავიდან აეცილებინათ გზაზე ჩამოვარდნილი ხეები და ნამსხვრევები. არგენტინა. 10 თებერვალს არგენტინის პატაგონიაში ზაფხულის შუა პერიოდში თოვლი მოვიდა. 30 გრადუსიანი სიცხის კვირების შემდეგ წყნარი ოკეანიდან წამოსულმა ციმა ფრონტმა, რომელმაც პოლარული ჰაერი მოიტანა, რეგიონში შემოიჭრა. უეცარმა კინვამ მაღალ მთებში ძლიერი თოვლი გამოიწვია. ახალმა თოვლმა დაფარა ცნობილი სერო კათედრალის მწვერვალი სან კარლოს დე ბარილოჩეს ქალაქთან ახლოს, ასევე ელბოლსონის ქალაქთან მდებარე მთები. 1600 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ტემპერატურა -4 გრადუსი ცელსიუსამდე დაეცა. ლანდშაფტის შეცვლის გარდა უამინდობამ ეროვნული გზატკეცილი ნომერი 40 სახიფათო გახადა მანქანით გადაადგილებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თოვლმა და წვიმამ დროებით იშვება მოიტანა რეგიონში, რომელიც ადრე ძლიერი გვალვითა და მასშტაბური ხანძრებით იყო დაავადებული, ეს კიდევ ერთი ამინდის ანომალია იყო, რომელიც ატმოსფეროში უკიდურეს არასტაბილურობასა და ქაოსს უსვამს ხაზს. ამერიკის შეერთებული შტატები. გასულ კვირას ჩრდილოეთ ამერიკამ ძლიერი კლიმატური შოკი განიცადა. პოლარული მორევების კოლაფსმა არქტიკულ ჰაერს საშუალება მისცა შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთით შეჭრილიყო, რამაც უკიდურესი სიცივე და უჩვეულო ამინდის პირობები გამოიწვია. სიცივე მუზარმაზარი რეგიონი მოიცვა დიდი ტბებიდან ატლანტის ოკეანის სანაპირომდე, რაც გავლენას ახდენდა ნიუ-ჯორკის, პენსილვანიის, მასაჩუსეტსის, კონექტიკუტისა და როდ-აილენდის შტატებზე. დიდი ტბები თითქმის მთლიანად გაიყინა, რაც იშვიათობაა მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი, როდესაც ყინული, როგორც წესი, მხოლოდ იზოლირებულ აქებს ფარავს. ერის ტბა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. მისი ყინულის საფარი მისი ზედაპირის თითქმის 96%-ს აღწევდა, რაც 1996 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, ძლიერი ყინვისა და ძლიერი ქარის ფონზე. ყინული და ძაბულობის ქვეშ დაიშალა და 8 თებერვალს წარმოიქმნა გიგანტური ბზარი დაახლოებით 130 კილომეტრის სიგრძის, რომელიც გადაჭიმული იყო კანადის სანაპიროდან შეერთებულ შტატებში კლივლენდამდე და აშკარად ჩანს თანამგზავრულ სურათებზე. ყინვის პიკი 9 თებერვალს დაფიქსირდა. ნიუ-ჯორკში ტემპერატურა -26 გრადუსი ცელსიუსამდე დაეცა, რამაც გარეთ ყოფნა სახიფათო გახადა, მოყინვა წუთებში შეიძლებოდა მომხდარიყო. ქალაქში გაიხსნა დამატებითი დათბობის ცენტრები და გაიზარდა ქუჩის პატრულირება. ტროტუარები და გზები მოიყინა, რაც საფრთხეს უქმნიდა ფეხით მოსიარულეებსა და მძღოლებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხდა. რეისები გადაიდო და გაუქმდა, კომუნალური მომსახურების ჯგუფები ინტენსიურად მუშაობდნენ ელექტროენერგიის აღსადგენად და ყინვისა და გაკინვით გამოწვეული გათიშვის აღმოსაფხრელად. ნიუ-ჯორკის შტატში მუდმივი ცივი ამინდის ფონზე, ლეჩვორთის პარკში რეკორდული ყინულის ვულკანი წარმოიქმნა, შადრევნიდან წყალი წნევის ქვეშ ამოიტყორცნა და მყისიერად გაიყინა, ყინულის კონუსის სახით წარმოიქმნა. 10 თებერვალს მისი სიმაღლე 9 მეტრს აღწევდა. ტროპიკული ციკლონი გეზანი. 10 თებერვალს ინტენსიური ტროპიკული ციკლონი გეზანი მადაგასკარის სიდიდით მეორე ქალაქ ტუამასინასთან ახლოს დაეცა. თვითმხილველებმა დარტყმა აღწერეს, როგორც ხმაური, რომელიც რეაქტიული ძრავის უწყოთ ღრიალს ჰგავდა. 250 კმ/სთ-მდე სიჩქარის ქარმა სახურავები ახიალა, ხეებს ცირსყრიდა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტუამასინას ზოგიერთ უბანში შენობების 75%-მდე განადგურდა. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ეროვნულ დონეზე. გრევა კატასტროფული იყო, დაზიანდა საკომუნიკაციო ხაზები, ელექტროენერგია და წყალმომარაგება.
გზები გადაკეტილი იყო წაქცეული ხეებითა და ნანგრევებით, თითქმის 19,000 სახლი მთლიანად განადგურდა. ხოლო კიდევ 37,000 ნაწილობრივ დაინგრა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვნად დაზიანდა, ასობით საკლასო ოთახი სახურავის გარეშე დარჩა. ქარიშხლის ძალის ქარების გარდა ციკლონმა ძლიერი წვიმა მოიტანა. დაბლობ რაიონებში წყალმა სწრაფად დატბორა 14,000 მეტი სახლი და სკოლა. საერთო ჯამში სტიქიამ ქვეყნის თითქმის 270,000 მაცხოვრებელი დააზარალა, რომელთაგან 16,000 მეტი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ზოგიერთი ადამიანი დროებით თავშესაფრებში მოათავსეს, ზოგმა კი ნათესავებთან იპოვა თავშესაფარი. გეზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით 41 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ადამიანი დაშავდა. მოძრაობის გაგრძელებისას ციკლონი მოზამბიკში, ინჰამბანეს სანაპირო პროვინციაში მოხვდა. 215 კმ/სთ-ამდე სიჩქარის ქარმახეები და ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია, რის შედეგადაც 13,000 მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინჰამბანეს რამდენიმე რაიონში ასევე შეწყდა წყალმომარაგება. ციკლონ გეზანი მოზამბიკში სულ მცირე 4 ადამიანი იმსხვერპლა. იტალია. თორმეტ-თებერვალს იტალიას ჰარიბიასის სახელით ცნობილი შტორმი დაატყდა თავს. იანვრის ჰარის მსგავსად ის სარდინიის, სიცილიისა და კალაბრიის რეგიონებს დაატყდა თავს. რამაც დამანგრეველი ქარი და ძლიერი შტორმული ტალღები მოიტანა. ზღვისპირა ზოლში 9 მეტრამდე სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა. სარდინიის კუნძულზე ვილა სიმიუსის ქალაქში ქარმა სკოლის შენობის სახურავი გადახადა, ნამსხვრევებმა ფანჯრებს მიახეთქა, რამაც მოსწავლეები შეაშინა. პორტო ტორესის პორტში 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით ქარმა და ძლიერმა ზღვამ ბორნის უკანა საყრდენი თოკი გაწყვიტა, რამაც მისი საყრდენიდან გამოვარდნა გამოიწვია. მეტეოროლოგები თვლიდნენ, რომ ჰარის მსგავსი ექსტრემალური შტორმი 50 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, მაგრამ მსგავსი სიძლიერის კიდევ ერთი ციკლონი იტალიას სულ რაღაც 21 დღის შემდეგ დაატყდა თავს. სეისმური და ვულკანური აქტივობა. გასულ კვირას პლანეტას კვლავ ძლიერი მიწისძვრების სერიამ დაარტყა. მსხვერპლი არ დაფიქსირებულა, თუმცა ბიძგების ანომალიური სიხშირე სეისმურად მიდრეკილი რეგიონების მაცხოვრებლებს მუდმივად აშფოთებს. 10 თებერვალს ფიჯის კუნძულებთან ახლოს მოხდა 6.2 მაგნიტუდის ღრმა მიწისძვრა. ეპიცენტრი 500 კმ-ზე მეტ სიღრმეზე მდებარეობდა, ამიტომ მიწისძვრები ზედაპირზე არ იგრძნობოდა. 14 თებერვალს ვანუატუს სანაპიროსთან მდებარე იმავე რეგიონში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პორტორის კურორტის მაცხოვრებლებმა ბიძგები ძალიან ძლიერად შეაფასეს. ბიძგები დაახლოებით 1 წუთი გაგრძელდა. თუმცა ნგრევა არ მომხდარა. 12 თებერვალს ჩილეს კოკიმბოს რეგიონში დაფიქსირდა 6.1 მაგნიტუდის სეისმური მოვლენა. ეპიცენტრი ფრეი-ხორხეს ეროვნულ პარკში მდებარეობდა. ბიძგები იგრძნობოდა ატაკამას რეგიონიდან უბლამდე, ასევე მეზობელ არგენტინაში. ძირითადი შედეგები იყო მეწყერი დაქვების ჩამონგრევა, რომელთაგან ზოგიერთი მნიშვნელოვანი იყო. რამდენიმე თემში ნანგრევებმა შიდა გზები გადაკეტა. თებერვლის ღამეს რუსეთში, კრასნოდარის მხარის სამხრეთით 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ასეთი სიძლიერის სეისმური მოვლენა ამ რეგიონისთვის უკიდურესად იშვიათია. ანაპასა და ნოვოროსიისკის მაცხოვრებლები ბიძგებმა გააუიწეს, ჭაღების ხევის, ფანჯრების ხევისა და მზარდი ხმაურის ვიდეოები სწრაფად გავრცელდა სოციალურ მედიაში. ეს მიწისძვრა მეზობელ რეგიონებშიც იგრძნობოდა. სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია, თუმცა ანაპას ზოგიერთ შენობაში ბზარები გაჩნდა. კიდევ ორი სეისმური მოვლენა, თითოეული 6 მაგნიტუდის, დაფიქსირდა შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში. 11 თებერვალს ოხოტსკის ზღვაში, ხაბაროვსკის მხარის სანაპიროსთან და 15 თებერვალს კურილის კუნძულების ჩრდილოეთით, მატუას კუნძულის აღმოსავლეთით. მაღალი სეისმური აქტივობა ასევე გრძელდება კამჩატკაში.
გასული წლის 30 ივლისიდან, როდესაც 8.8 მაგნიტუდის მეგამიწისძვრა მოხდა, 35-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა. თითქმის 7 თვის შემდეგ ამ მოვლენების სიმძლავრე კვლავ უკიდურესად მაღალია, ზოგჯერ 6 მაგნიტუდას აღემატება. კამჩატკას ვულკანებიც აქტიურია, შიველუჩი 5 თებერვლიდან რეგულარულად აფრქვევს ფერფლს 11 და 6 კილომეტრის სიმაღლეზე. ხოლო კრაშენკინიკოვას ვულკანი, რომელიც თითქმის 500 წლიანი უმოქმედობის შემდეგ ხელახლა გააქტიურდა, 2025 წლის 2 აგვისტოდან უწყვეტად აგრძელებს ლავის ამოფრქვევას. ბოლო წლებში სეისმური და ვულკანური აქტივობის შესამჩნევი ზრდა შეინიშნება, ამის მიზეზებზე წინა ნომრებში ვისაუბრეთ. ვულკანების ამოფრქვევა მრავალ პრობლემას იწვევს, ისინი არღვევენ საჰაერო მიმოსვლას, ქალაქებს ფერფლით ფარავენ. აუარესებენ ჰაერის ხარისხს და პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. თუმცა მათი ქცევის მონიტორინგი და პროგნოზირება ზოგადად შესაძლებელია. გაცილებით საგანგაშოა სხვა ფარული გიგანტები, რომელთა აქტივობა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩეს. მაგრამ ერთ ძლიერ ამოფრქვევას შეუძლია სიცოცხლის განადგურება უზარმაზარ ტერიტორიაზე. ესენი არიან სუპერვულკანები. დასავლეთ გერმანიაში მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვულკანი, ლახერზეს სუპერვულკანი. მისი ბოლო ამოფრქვევა დაახლოებით 13,000 წლის წინ მოხდა და მისი ვია 6 იყო. ამ ამოფრქვევამ რამდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით 6,5 კუბური კილომეტრი მაგმა გამოტყორცნა. დღესდღეობით, როგორც ჩანს, სრულიად მშვიდია, მაგრამ ამის მიუხედავად ბოლო წლებში ჩატარებული დაკვირვებები ვულკანის ქვეშ მაგმური აქტივობის მიმდინარე და CO2 გამოყოფის ზრდა და დედამიწის ზედაპირის თანდათანობითი აწევა წელიწადში რამდენიმე მილიმეტრის სიჩქარით ფიქსირდება. გარდა ამისა, კვლევის თანახმად 2013 წლიდან ლახერზეს სუპერვულკანის ქვეშ ეპიზოდური ღრმა, დაბალი სიხშირის მიწისძვრები დაიწყო, რომლებიც დაკავშირებულია ზედამანტიასა და ქვედა ქერქში მაგმური სითხეების მოძრაობასთან. 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტომდე მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა გერმანიის ისტორიაში ყველაზე დიდი სეისმოლოგიური ექსპერიმენტი. მონაცემების მისაღებად თითქმის 500 სეისმური სადგურისა და 64 კილომეტრიანი ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელის გამოყენებით. საკვლევი ტერიტორია ლახერზეს ვულკანის გარშემო იყო კონცენტრირებული. სეისმური სადგურები ერთმანეთისგან 2 კილომეტრამდე დაშორებით იყო განლაგებული, რაც 1 მაგნიტუდაზე ნაკლები მიწისძვრების ჩაწერის საშუალებას იძლეოდა. ექსპერიმენტის დროს 1000-ზე მეტი მიკრომიწისძვრა დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა კონცენტრირებული იყო ვიწრო ვერტიკალურ სეისმურ ზონაში, ოხტენდუნგის გასწვრივ 10-დან 16 კილომეტრამდე სიღრმეზე. ეს მოვლენები ეპიზოდურად მოხდა 4-დან 11 მიწისძვრის პაკეტებად, რომლებიც 2 დღემდე გრძელდებოდა. ტომოგრაფიამ ზედაქერქში ლახერზეს ვულკანის ქვეშ მაგმის რეზერვუარი გამოავლინა. ის წარმოდგენილია ცილინდრული ანომალიით, რომელიც დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზეა გადაჭიმული. წინაკვლევებმა გამოავლინა მანტიიდან მაგმისა და სითხეების ამოსვლის არხი. გაზების გეოქიმიური ანალიზი ასევე მიუთითებს, რომ ლახერზეს ქვეშ არსებული რეზერვუარი მანტიის წყაროებიდან იკვებება. 2023 წლის დასაწყისიდან ეიფელის ვულკანურ რეგიონში, რომელიც მოიცავს გერმანიის სუპერვულკანს, მიკროსეისმური აქტივობის მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ხოლო 2025 წლის ოქტომბერს ლახერის დასავლეთ ფერდობზე დაფიქსირდა მიწისძვრების უჩვეულო სერია, რომელიც 92 მოვლენისგან შედგებოდა. 0.9 მაგნიტუდის პიკური ბიძგი 7 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრები იმდენად სუსტი იყო, რომ მაცხოვრებლებმა ვერ შენიშნეს, ეს მოვლენა გამონაკლისად ითვლება. ვულკანის მონიტორის დამკვირვებლის თქმით, ეს მისი 25 წლიანი გამოცდილების განმავლობაში პირველი ასეთი მოვლენაა. ამრიგად ჩატარებული კვლევები და ბოლო დროს მომხდარი ანომალიური სეისმური მოვლენები მიუთითებს, რომ ლახერზეს სუპერვულკანის ქვეშ არსებული მაგმის რეზერვუარი აქტიური რჩება და სავარაუდოდ გაზრდილი წნევის ქვეშა, ხოლო ამ ტერიტორიაზე მიკრომიწისძვრები მაგმისა და სითხეების მიმდინარე დაგროვებაზე მიუთითებს.
მარტივად რომ ვთქვათ, მაშინაც კი, თუ ლახერსის კალდერას მსგავსი ლამაზი, წყნარი ტბის სანაპიროზე ცხოვრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ მის სიღრმეში რაღაც სერიოზული დასაშიში არ მწიფდება.